გამარჯობა, შალვა ლომიძე, გენერალი შალვა ლომიძე, საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი შეფი გახლავთ დღეს ჩვენთან ერთად და ამ ეპიზოდში მინდა შემოგთავაზოთ თემა საუბრისა ირანის პროქსი ძალები და ირანის პროქსი ძალების მოქმედება ამ ომის დროს, მაგრამ არა მხოლოდ ომის დროს, იმიტომ რომ ეს პროქსი ძალები მისდევს რაღაცა მკრთალ ხაზად, თითქოს მკრთალ ხაზად, მაგრამ არც ისე მკრთალი ხაზია და იქნებ გაგვარკვიოთ ბატონო შალვა, რეალურად რას წარმოადგენს ირანის ეს სამსახურები. მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად დღეს ახლო აღმოსავლეთში ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა თვალსაჩინოდ ახადა თუ რამდენი მნიშვნელოვანი არის ირანის დაქვემდებარებაში არსებული პროქსი ჯგუფების, ჰიბრიდული ჯგუფების ფაქტორი ირანის საშინაო საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკურ ნაწილში. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ახლაც და წარსულშიც, ახლო წარსულშიც ერთ-ერთი საკვანძო თემა სწორედ რომ პროქსი ჯგუფების რეგიონში აქტივობის თემა იყო და იგი საკითხი იყო აქტიური განხილვის საგანი. ირანის მიერ შექმნილი და ფინანსებული და რეკრუტირებული პროქსი ჯგუფები არის უკვე მრავალი ათეული წელია, რეალურად ეს 1980-იანი წლებიდან ამ თემაზე მრავალია დაწერილი და საკმაოდ დიდი მოცულობის ექსპერტიზა არსებობს. შევეცადოთ, რომ დღეს გამოვხილოთ რეალურად ის საკითხი, რასაც თქვენ ბრძანებთ, რეალურად რა რესურსი და რა შესაძლებლობა გააჩნიათ ამ ჯგუფებს. ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება ჰეზბოლა, როგორც ასეთი, ვინაიდან ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო კომპონენტის შემდგომი და შემადგენელი სტრუქტურული ერთეული საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ ქმედითი ორგანიზაცია, რომელიც მრავალი ათეული წელია ფუნქციონირებს, მას გააჩნია თავისი ასე ვთქვათ სამოქალაქო სოციალური ინფრასტრუქტურა და ამ ინფრასტრუქტურის მეშვეობით ახორციელებს მის წინაშემდგარი ამოცანების რეალიზებას. ერთ-ერთი საკვანძო ამოცანა, სწორედ ზოგადად რო ვთქვათ ირანის მიერ პროქსი ჯგუფების შექმნა ემსახურებოდა ირანის მიერ ბრძოლის ველის, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს და დასავლურ სამყაროსთან მათ, ძირითადად ისრაელთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბრძოლის ველის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადატანას და იქ საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, იქ წინააღმდეგობის ფლანგების იქ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შექმნას და ეს ემსახურებოდა როგორც შიდა ქვეყნებში ირანის რეჟიმის ამოცანების გადაწყვეტას და რეჟიმის ეგრეთ წოდებული სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე მოწინააღმდეგესთან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში ყოფნას. რატო ითვლება ჰეზბოლა წარმატებულ პროექტად? რეალურად ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც კლასიკური გაგებით ახორციელებს როგორც პოლიტიკურ ამოცანებს ირანის დაკვეთით, ასევე სამხედრო ამოცანებს, ასევე სხვა სპეციფიურ ამოცანებს და ერთ-ერთი საკვანძო დასაყრდენი იყო სწორედ რომ ირანის ჰიბრიდული ამოცანების გადაწყვეტაში. ბოდიში შეგეძლოთ, ეს არის ირანის დაზვერვის სამსახურის ქვეშ ეს ყველაფერი, თუ აი ვინ არის ამაზე? ეს არის ის დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელია ირანის ხელისუფლების მიერ შექმნილი ჰიბრიდული დანაყოფების, პროქსი ჯგუფების მოქმედებას. ირანის რევოლუციის გუშინდაცვის კორპუსი შიგნით ამ დანაყოფში არსებობს 5 ძალები, რომლებიც პასუხისმგებელია საგარეო ოპერაციებზე. შესაძლოა დღევანდელ მოცემულობაში იქიდან გამომდინარე, რომ ირანი დღეს კონკრეტულად ამ კონკრეტულ მომენტში არ იმყოფება მარტივ მდგომარეობაში და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არის. პარალელიზმი არსებობს და ცალკეული სხვა ფიგურანტები იღებენ მონაწილეობას ამ პროქსი ჯგუფების მართვასა თუ მათ ხელმძღვანელობაში, მაგრამ ასე ვთქვათ, დადგენილი ფაქტია, რომ IRGC იყო ის დანაყოფი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ამ დანაყოფების შექმნაზე, მათ განვითარებაზე, ამოცანების განსაზღვრაზე, ამ ამოცანების შესრულებაზე, პასუხისმგებლობის აღებაზე და ახალი კომპონენტების გაჩენაზე. ეს არის ჰამასი, ეს არის ჰუსიტები, ასევე არსებობენ რამდენიმე ჯგუფი არსებობს სირიაში, რამდენიმე ჯგუფი არსებობს ერაყში, მათ სხვადასხვა ტიპის ამოცანები ჰქონდათ, თუმცა მათი გამაერთიანებელი იყო ის, რომ ისინი იმართებოდნენ ირანის რევოლუციის გუშინდათა კორპუსის მხრიდან, 5 ძალების მიერ და მათი ამოცანა იყო ირანის საგარეო პოლიტიკურ თემებში, მათ შორის სამხედრო და სადაზვერვო ამოცანებში შემავალი საკითხების გადაწყვეტა და მათი პრაქტიკული რეალიზაცია. სირიის შემთხვევაში მაგალითად იყო ის, რომ ასადის რეჟიმის ხელისუფლებაში ყოფნისთვის ხელი შეეწყოთ, პლუს კორიდორი, სახმელეთო კორიდორი დაეწყოთ ლიბანის მიმართულებით
ვთქვათ, წითელი ზღვაში გარკვეული ტიპის პრობლემების შექმნა, პოლიტიკური, სამხედრო თუ სატრანსპორტო თუ ლოჯისტიკური თვალსაზრისით ჰუსიტების ამოცანა, ჰამასის ამოცანა იყო ისრაელის და ზოგადად განსაკუთრებით ისრაელის წინააღმდეგ სხვადასხვა ჯიჰადისტური მოქმედებების განხორციელება, ლიბანის შემთხვევაში და ჰეზბოლას შემთხვევაში არის სხვა პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა და ასე შემდეგ. მან განაწილებული იყო ძალიან პრაგმატულად, სწორად ირანს ამის რესურსები ჰქონდა და ასეთი ჰქონდა რა აქვს კიდევაც და შესაბამისად დღეს ხედავთ, რომ ეს ჯგუფები საკმაოდ ეფექტიანად ასრულებენ მათ წინაშე თავის დროზე დასახული და შემასწორი რეკრუტინგის შედეგად მიღებული დავალებების პრაქტიკულ რეალიზაციას. ეს ჯგუფები რეალურად დღეს მოლაპარაკებებში ქმნიან პრობლემებს, საკმაოდ ფიგურატებს და საკმაოდ ასე ვთქვათ, კომპონენტებს წარმოადგენენ უმაღლესი დონის მოლაპარაკებებში და ანგარიშ გასაწევი ძალები გახდნენ სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებების წარმოების დროს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ირანმა ამ ტიპის მოქმედებებით გარკვეულწილად შეძლო მისი ამოცანის შესრულება და ეს პროქსი ჯგუფები, მესამე შექმნილი პროქსი ჯგუფები გახდა ანგარიშ გასაწევი ძალები, საერთაშორისო დიპლომატიური თუ სხვა ტიპის მოლაპარაკებების დონეზე. ასევე ამ ჯგუფებმა თავის დროზე განმეორწლების განმავლობაში ვფიქრობ, რომ საკმაოდ ეფექტიანად აღასრულეს ირანის სხვადასხვა ტიპის ამოცანები, დავალებები და ის ინვესტირება, გონებრივი, ფიზიკური, ფინანსური, მატერიალური, პოლიტიკური ინვესტიცია, რაც ირანის მხრიდან იყო მათში ჩადებული, მათ ეს ამოცანა პრაქტიკულად შეასრულეს და ალბათ მომავალშიც შეასრულებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს მოლაპარაკებები დასრულდება ისე, რომ ეს პროქსი ჯგუფების შეწყვეტილ ფუნქციონირებას წარმოუდგენელია. ამ ჯგუფებს აქვს საკუთარი მართვის სისტემა შიგნით, ისინი კი არიან ირანზე დამოკიდებული სტრატეგიულ საკითხებზე, მაგრამ მათი განვლილი ცხოვრება, მათი განვლილი წესი, ცხოვრების წესი, მათ მიერ შესრულებული დავალებები, ამოცანები და ზოგადად ის კულტურა, რაც მათში ჩამოყალიბდა, მათ აძლევს დამოკიდებლად არსებობის შესაძლებლობას. ისინი ანგარიშ გასაწევები გახდნენ და შესაბამისად ისინი კიდევ დიდხანს იარსებებენ, თუ არ გატარდება შესაბამისი ზომები. ჯერჯერობით მაგის ალბათობა არ არის. ამობენ რომ ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გენერალი ყასემ სულეიმანი ერთ-ერთი საკონდო ფიგურა იყო ირანის სამხედრო პოლიტიკურ და სადაზვერვო თანამეგობრობაში, ის საკმაოდ სერიოზული ფიგურა იყო და შეიძლება ერთ-ერთი იყოს, ნამდვილად ეს ვერ იქნებოდა ერთი ადამიანის მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ არსებობდა როგორც პრაქტიკა აჩვენებს ახლა ამის ასეთ დეტალებში ინფორმაციის ფლობა საკმაოდ რთულია, ალბათ მსოფლიოში რამოდენიმე ადამიანს ეცოდინება თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენაც ვიცით, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ყასემ სულეიმანი იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა და ხელი შეუწყო ამ ჯგუფების ამ დონემდე მიყვანას, რომ დღეს ამ ჯგუფების თაობაზე აქტიური მოლაპარაკებების დონეზეც კი განიხილება მათი რეალური ქმედუნარიანობა და მათი შეჩერების მექანიზმების შექმნა და გარკვეული ტიპის პოლიტიკური გარანტიების აღება ამ საკითხებთან დაკავშირებით. რამდენად გრძელი საცეცები აქვს ყუდსის ძალებს და IRCG-ს საერთოდ? არ გულისხმობ ამ შემთხვევაში მხოლოდ მაგალითად ირანის ირგვლივ ქვეყნებს, არამედ ცოტა უფრო დიდ რადიუსსაც. ირანის სპეციალური სამსახურები, მათ შორის ის დამაყრდნ, რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, არის საკმაოდ ანგარიშგასაწევი სპეციალური სამსახური, მათ ჰყავთ ბრწყინვალე სადაზვერვო სისტემა და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მთელი სისტემა ემსახურებოდა რეჟიმის არსებობას და ამ რეჟიმის მყარად ყოფნას მსოფლიო გეოპოლიტიკურ პროცესში, მას აქვს ამის სადაზვერვო ორგანიზაციებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობები, რათა მართონ სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, რომლებიც შემდგომში ინფორმაციულად ხარდაჭერას გაუკეთებდა რეჟიმის სასულიერო ლიდერს თუ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს. ირანის სადაზვერვო ორგანიზაციების სპეცსამსახურების რესურსები მსოფლიო მასშტაბით ცნობილია, მათ უხელმძღვანელი აქვთ და ისინი ატარებდნენ სხვადასხვა ტიპის მწვავე ოპერაციებს მსოფლიოს მრავალ წერტილში, მათთვის შეზღუდვები ამ მიმართულებით არ არსებობდა, იყო გარკვეული ტიპის პრობლემები, მაგრამ პრობლემების სპეცსამსახურებისთვის მახასიათებელია, შესაბამისად მათ გააჩნიათ ადაპტაციის კარგი უნარი, ოპერატიულ ვითარებასთან ოპერატიულ გარემოში სწორად შეფასებისა და ამ ვითარებაში კარგად ინტეგრირების შესაძლებლობა და მათ შეუძლიათ თანამედროვე თუ ძველი მეთოდებით, ძველი ხერხებითა და საშუალებებით, ასევე თანამედროვე რესურსებით შექმნან
გარკვეული ტიპის ოპერატიული პოზიციები, ტექნიკური ადამიანები თუ სხვა ტიპის, რომელიც მათ აძლევებს შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ ცოდნა იმ ინფორმაციასთან, რომელიც მათთვის არის მნიშვნელოვანი და გადაწყვეტენ იმ ტიპის ამოცანები, რომლებიც მათთვის არის მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ჩემი ინტერვიუს პირველ ნაწილს და ვიტყვი, რომ სწორედ რომ ის გამოწვევები, რის წინაშედაც ერთსოფლიო გლობალური დასავლური სამყარო, ვაშინგტონი თუ სხვა მისი პარტნიორი ქვეყნებით განან მიანიშნებს იმაზე, რომ ირანი, მისი პოლიტიკური ისტორიულიშმენტი, მისი სპეციალური სამსახურები, მისი სამხედრო შესაძლებლობები მართლაც არის ანგარიშ გასაწევი და მხედველობაში მისაღები. სპეცსამსახურები ირანს ნამდვილად საინტერესო გააჩნია და მათ ჰქონდათ ექნებათ აუცილებლად რეგიონში ერთ-ერთი საკმაო როლი საკუთარი ამოცანების გადაწყვეტის ნაწილში. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ახლა ჩემი პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფო აქვს რესურსი, რომ შექმნას ისეთი ტიპის ჯგუფები, როგორიც არის ეს პროქსი ჯგუფები, რომლებიც დამოუკიდებლად ასე ცენტრალიზებული მიმართულების ფარგლებში მოქმედებენ, მაგრამ დამოუკიდებლად ამოცანების გადაწყვეტის რესურსი გააჩნიათ, ეს არის საკმაოდ დიდი შრომა. ეს არის საკმაოდ სწორი მიზნობრივი, თარგეტირებული მუშაობა კონკრეტულ ინდივიდებზე, რომლებიც ხდებიან ლიდერები, რომლებიც ქმნიან სპეციალურ ჯგუფებს, ქმნიან სპეციალურ ქსელს და ეს სპეცსამსახურების კონტექსტში და სპეცსამსახურების ჭრილში ეს არის საკმაოდ მძიმე სამუშაოა. თემა და საკმაოდ რთულად ასაწყობი სიტუაცია. აქედან გამომდინარე, როდესაც სახელმწიფოს ამის გაკეთების რესურსი აქვს, ესე იგი სახელმწიფო სპეციალური სამსახურები ქმედუნარიანები არიან და მათ გააჩნიათ საკმაოდ კარგი რესურსი. უნდა გითხო, რომ უფრო გავამარტივოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებლისთვის ამ ყველაფრის აღქმა, როგორ მუშაობს ეს სპეცსამსახური, მას გააჩნია რაღაცა სამხედრო ქვედანაყოფი, მას გააჩნია რაღაც შეიარაღებული კომპონენტი, ყავს რაღაცა იდეოლოგები, საბოტაჟის ჯგუფები. ამას შემდეგი კითხვაც მაქვს მომზადებული, რომ შესაბამისად რა უპირისპირდება ამ ყველაფერს, ხო, ანუ საკმარისია თუ არა, მაგალითად, უბრალოდ ერთი თავის მოჭრა ყოფნის თუ არა, ნახეთ რომ არ ყოფნის, მაგრამ აი ამისი რეცეპტიც საინტერესოა. ჰიბრიდულ ჯგუფებს, პროქსი ჯგუფებს მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ ჯგუფებმა ასეთი ტიპის ამოცანები უნდა გადაწყვეტონ, მათ ბუნებრივია, ასე ვთქვათ, კურატორები, ხელმძღვანელები ხავთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სამხედრო, სადაზღვევო და სხვა ტიპის საქმიანობაში გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და უნარი. აქ არ არის საუბარი ერთ ადამიანზე, მაგალითად ყასეთ სულეიმანზე, ან ვინმე სხვაზე. საუბარი არის ზოგადად სტრატეგიაზე, რომ სტრატეგიაში ბუნებრივია, თავმოყრილი არის პირთა ჯგუფი ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის სპეციფიური ცოდნა გააჩნიათ და კომპლექსური მიზანი ყალიბდება კომპლექსური ახლოვადიანი თუ გრძელვადიანი სტრატეგიები და მიტის ამ სტრატეგიების პრაქტიკული რეალიზება. ირანის ნაწილში მისი სადაზვერვო ორგანიზაციები ბუნებრივია მოიცავენ მათ შორის სპეციალურ სამხედრო შედაერთებს, მოიცავენ სპეციალური დანიშნულების დანაყოფებს, მოიცავენ სპეციალისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების დარგში, ფსიქოლოგებს და ასე შემდგომ. ეს ზოგადად ყველა დალაგებულ სადაზვერვო ორგანიზაციაში მსოფლიო მასშტაბით ასეთი ტიპის კომპონენტები არსებობს. შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს ისეთი ტიპის ცოდნა, რომელიც გადაწყვეტდა ერთდროულად ასეთი ტიპის მრავალპროფილურ და მრავალფეროვან ამოცანებს. ეს არის პირთა ჯგუფი, ეს არის სხვადასხვა ინსტიტუტები, ეს არის სხვადასხვა კვლევითი ცენტრები, რომლებიც აფასებენ ბუნებრივია კონფიდენციალურ რეჟიმში აფასებენ სიტუაციას, განსაზღვრავენ გადასაწყვეტ ამოცანებს, განსაზღვრავენ ამ ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო ძალებსა და საშუალებებს და შემდგომში იწყება ამ მიღებული გადაწყვეტილებების პრაქტიკული რეალიზება. დაუბრუნდები IRGC-ს ბუნებრივია გააჩნია ყველანაირი შესაძლებლობა იმისათვის, რათა მის წინაშე დასახული ამოცანები გადაწყვეტეს ნებისმიერ ფორმითა და მეთოდით, დაშლებულით თუ დამუშავებით და ჩვენ ვიცით, რომ ისინი იყენებენ მათ შორის დამუშავებელ მეთოდებსაც, რასაც ვთქვათ, ტერორიზმის ხარდაჭერა და ასე შემდეგ. როდესაც სპეციალური სამსახურები ასეთი ტიპის ამოცანების გადაწყვეტისკენ მიდიან, მათ არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლები არიან გარკვეული ტიპის ვალდებულებებისაგან, ემოციური ფონისაგან, სამართლებრივი ფონისაგან და ისინი გადაწყვეტენ იმ ამოცანებს, რომელიც არის კონკრეტული ადამიანის ამ პირთა ჯგუფის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გულისხმობ, მათ მიერ განსაზღვრული ამოცანა და შესაბამისად მოქმედებენ ამ მიმართულებით. შესაძლოა ვიხილოთ რაღაცა ჯგუფები, რომლებიც
არ მინდა რაღაცა ესე ვთქვა, მაგრამ რომლებიც დაემსგავსებიან ძალიან ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ამ შემთხვევაში მარტო ჰამასზე და ჰეზბოლაზე არ მაქვს საუბარი, ხო? ანუ თავიანთი ქმედებებით შეიძლება თუ არა გამოიწვიონ აი ეს შედეგები, რომ ესეთი გამსხვილება ვიხილოთ. არ არის გამორიცხული, ეს დამოკიდებულია ამ ეტაპზე დამოკიდებულია თუ როგორ წავა მოლაპარაკებები და რა ტიპის შედეგი დადგება ზოგადად რეგიონში მიმდინარე ომის ფონზე. ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში იწურება ასე ვთქვათ მოლაპარაკებების რაღაცა პირველი რაუნდის ძირითადი საკვანძო ვადა და არის საუბრები ამ ვადის გაგრძელებაზე, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები და ხარები რაზე შეთანხმდებიან. თუ ირანის რეჟიმი ასე ვთქვათ გარკვეულწილად ჩათვლის, რომ მათ გარკვეული ტიპის რაღაცა წარმატებას მიაღწიეს, ახლა ძმელი საქმეა ამ სიტუაციაში რაიმე წარმატებაზე საუბარია. თუ ისინი ჩათვლიან, რომ გარკვეულწილად წარმატებას მიაღწიეს, მათ ექნება სტიმული, რომ ხელი შეუწყო რაღაცა სხვა ტიპის ჯგუფების გააქტიურებას. თუ ირანის რეჟიმი დასუსტება ისე, რომ ზოგადად მათ მოლაპარაკებების მაგების იქით საუბრო სიძე აღარ დარჩებათ, მაშინ პროქსი ჯგუფები დაიწყებენ დამოუკიდებლად მოქმედებას. ანუ ზოგადად იმის თქმა მინდა ამით, რომ პროქსი ჯგუფების აქტიურობა, ტერორისტული ჯგუფების აქტიურობა, სხვადასხვა ტიპის მოძრაობების გაჩენა, ინდივიდების, მცირე ჯგუფების ან რაღაცა შეკრული ჯგუფების ფონზე არ არის გამორიცხული, ეს პროცესი საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება და არ იქნება მარტივად დაძლებადი პროცესი, ვინაიდან კი არსებობს ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა ირანის მხრიდან ამ პროქსი ჯგუფებისა თუ მასთან დაკავშირებული სხვადასხვა დამოუკიდებელი პატარა ჯგუფების, მაგრამ ჩვენ ვიცით არსებობს ადამიანები, ფაქტობრივი არსებობს სხვა ტიპის ინტერესები და ამ ინტერესების რეალიზებას შეეცდებიან სხვადასხვა ჯგუფები. მათ შორის საკმაოდ საყურადღებო არის საკუთარი ინდივიდების მხრიდან გარკვეული ტიპის მათ შორის ტერორისტული აქტების ჩატარება მათი ეგრეთ წოდებული მოწინააღმდეგეების ინტერესის სფეროში შემავალი ინდივიდების თუ საზღვრისების თუ სამხედრო ობიექტების თუ რა ვიცი სხვა გადაადგილების მარშრუტების მიმართულებით. პრობლემები მოსალოდნელი. ესეც ხო არ არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც მაგალითად ვაშინგტონში თავი შეიკავეს დიდი სახმელეთო ოპერაციისგან განსხვავებით ერაყისგან. შესაძლოა ჩვენ ახლა ძალიან ძნელი იქნება დღეს რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ სიტუაცია ცვალებადია თითქმის ყოველ საათში და ძალიან ალბათ სოფლიოში დღეს ალბათ ძალიან თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი იქნება, ვისაც აქვს სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ირანთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია ვიმჯეროთ მხოლოდ საჯარო სივრცეში არსებული კონკრეტული ინფორმაციებით, სიგნალებით, გარკვეული ხედვებით, საექსპერტო შეფასებებით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს გარკვეულწილად რაღაცა მოლაპარაკებების რაღაცა რაუნდი, რომელიც რაღაცა X ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიდიდეს, ან რაღაცა კონკრეტული საკითხი უნდა გადაწყდეს. სამხედრო ოპერაცია თავისი არსით ყოველთვის იწვევს გაცილებით მეტ სხვებს, ფაქტია და არის გაცილებით უფრო მეტი პრობლემა ქვეყნის შიგნით, ამ შემთხვევაში ვაშინგტონის იქნება საკმაოდ პრობლემური ქვეყნის შიგნით, თუ ეს ქვეყნი გაიზრდება სამხედრო ოპერაციას ბუნებრივია მოყვება სხვა ტიპის რაოდენობის და სხვა შემადგენლობის მსხვერპლი. აქედან გამომდინარე შესაძლოა ერთ-ერთი კომპონენტი ეგ იყოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში, ამას განსაზღვრავს სწორედ ის მოლაპარაკებები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რიგი საკითხები, რომელთა გადაუწყვეტელობის შემთხვევაში ვაშინგტონს კვლავ ექნება გარკვეული ტიპის ინტერესები რეგიონში და ასევე ირანსაც აქვს გარკვეული ტიპის მოთხოვნები, თუმცა არ გონია, რომ დღეს ირანთან დაკავშირებული მოთხოვნები ირანს შეეძლოს ამ მოთხოვნებზე აპელირება იმ დონეზე, რაც თქვა 2 თვის წინ ან 3 თვის წინ იყო მოლაპარაკებების საგანი. ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ მაგალითად ერაყის შემთხვევაში წარმოიქმნა ცნობილი ისლამური ეგრეთ წოდებული სახელმწიფო, ხო? და აქაც გარკვეული მომხილველების რაოდენობა ამახვილებს ყურადღებას აი ამ საფრთხეზეც, რომ შესაძლოა სახმელეთო ოპერაციას მოყვეს აი ესეთი რაღაც რადიკალიზაცია შესაძლებელია, სავსებით შესაძლებელია, ეს შეფასებაც იმსახურებს ასე ვთქვათ ყურადღებას, თუმცა ეს ასეთი ტიპის შეფასებებით, ასეთი ტიპის გამოწვევებით, ასეთი ტიპის სირთულეები ასეთი დიდ მოვლენებს ყოველთვის თან ახლავს და მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ინსტიტუტების, შესაბამისი სამსახურების სწორად აფასებენ იმ მოცემულობას და იმ რეალობას, რაც დღეს არსებობს კონკრეტულად ირანთან დაკავშირებით და ამის რესურსი არსებობს ფაქტია
და თუნდაც სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ, ან მის თქვა დღევანდელ მოცემულობაში ან ახლო მომავალში შესაბამისი ექსპერტიზა შეფასებები იქნება გადაწყვეტილების მიღების პირების წინაშე წარდგენილი და გადაწყვეტილებები მიღებული იქნება სწორედ რომ ამ შეფასებებზე დაყრდნობით და ამ რისკების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, როდესაც არის ომი, ამ ომს ახლა სირთულეები და ამ ომში მონაწილე მხარეებმა იციან რა ელოდება მათ აწმოში და რა იქნება მომავალში. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როგორც გამოწვევა, როგორც პრობლემა ის იქნება სწორად შეფასებული, თუმცა არ მგონია, რომ რაიმე ახალთან ჰქონდეს საქმე და არ არსებობდეს პოლიტიკის ბერკეტები და მექანიზმები, რათა ასეთი ტიპის ახლად წამოჩეკილ ან ახლად გამოჩენილ პრობლემატიკასთან ობიექტური, საფუძვლიანი და ასე ვთქვათ, საქმიანი ბრძოლის ძალებში ან წინააღმდეგობის გაწევის რესურსი არ არსებობდეს სოფლიო თანამდებობებში. უნდა გკითხო ხუთის და ზოგადად ამ გუშინდელ კორპუსის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამოყენების გამოცდილებაზეც, ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ მაგალითად საბერძნეთის ერთ-ერთ კონსულზე, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს ხო რაღაცა ინფორმაციას აგროვებდა სენსიტიურს ნატოს სამხედრო ხომალდების გადაადგილებასთან დაკავშირებით. როგორ მუშაობს თვითონ ეს არის მაგალითად ისო პრიმიტიული კითხვა. ეს არის მაგალითად ქსელი, რომელიც საერთოდ დამუშევარე დაძინებულია და კომანდაზე იღვიძებს უყველა, თუ აი და ჩვენზე როგორ მოქმედებს? იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეზე არის ხო საუბარი და აღნიშნა რა არის ამოცანა ზოგადად ახლა ეს IGC-ის შემთხვევაში არ ვიტყვი ზოგადად ვიტყვი სპეცსამსახურები სადაზვერვო ორგანიზაციები იყენებენ ყველა იმ რესურსს, რომელიც რესურსის გამოყენების პოტენციალი არსებობს იმ კონკრეტულ მომენტში. ბუნებრივია გადამწყვეტი თემების გათვალისწინებით და რისკების შეფასებით. ყველგან მოქმედებენ შეიძლება ყველა სახელმწიფოში თანაბრად ერთი ფორმულით, ერთი სისტემით არ მოქმედებდნენ, მაგრამ თუ არსებობს შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენებენ. შესაბამისად, მაგიტომაც ვამბობ, როდესაც არსებობს პოლიტიკური დავალება, ხელმძღვანელობის ამოცანა, რომ რაღაც ეგ საკითხი არის გადასაწყვეტი, სწორედ რომ საქმის მცოდნეების მიერ ფასდება საჭიროება ამ საკითხის გადაწყვეტა, რა რესურსი ჭირდება ამ საკითხის გადაწყვეტას, რა ძალებითა და საშუალებებით უნდა მოხდეს საკითხის გადაწყვეტა და რა ვადაში უნდა მოხდეს საკითხის უადოდ ეგითება ამოცანის დასახული. შესაბამისად, დაუბრუნდები საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებულ ფაქტს, სამწუხაროდ არ აქვს ჩვენ ბევრი ინფორმაცია ამ ამბავთან დაკავშირებით, ალბათ რომელიღაცა სადაზვერვო დანაყოფმა ჩათვალა, რომ კონკრეტულ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა და წვდომა იმ ობიექტთან, იმ სივრცესთან, იმ სუბიექტთან, თუ რა ვიცი, იმ გარემოსთან, სადაც მათი ინტერესის საგანი არსებობდა, მოძებნეს ხერხი, რომელთაც ისინი გავიდნენ კონტაქტზე, დააინტერესეს და შესაბამისად ის ადამიანიც მოექცა, შეიძლება მან არც იცოდა, რომ თანამშრომლობდა სპეციალურ სამსახურებთან, ეს შეიძლება იყოს ან იცოდა, რომ თანამშრომლობდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან, ესეც მიღებული პრაქტიკაა და სინამდვილეში სხვა ქვეყანას ემსახურებოდა და დააინტერესეს გარკვეული მატერიალური, იდეოლოგიური, ფინანსური სხვა ტიპის საკითხებით და გამოიყენეს მისი შესაძლებლობა და შეადროეს ის ინფორმაცია. შეიძლება გარეგნულად ასე შეხედეს, ხა გემის გადაუყურსურათ და ეს ნაპირი გადაიღო, იცით რა გააკეთა, განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ეგ არავინ არ იცის რა გააკეთა, როდის გააკეთა, რა ვითარებაში გააკეთა და ზოგადად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან სადაზვერვო თანამშრომლობაში შესვლა უკვე სისხლისამართლებლად დასჭრელი თემაა და ბუნებრივია წარმოადგენს კონსერვატიული ორგანიზაციების დაინტერესების სფეროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი სპეცსამსახურებით განსაკუთრებით სადაზვერვო ორგანიზაციები საკუთარი ამოცანის გადაწყვეტის დროს იყენებენ ყველა იმ ძალას და შესაძლებლობას და საშუალებას, ვის შესაძლებლობასაც ასე ვთქვათ აძლევს ინდივიდი ან ის სახელმწიფო, სადაც ეს ოპერაცია მიმდინარეობს. ამ სიტუაციაში ძალიან დიდი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონცადაზვერვო სისტემას, კონცადაზვერვო რეჟიმს, რომელიც მას უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე, კონცადაზვერვო აქტივობების, სადაზვერვო აქტივობების გამოვლენისა და კონცადაზვერვო ნაბიჯების გადადგმის მიმართულებით. თუ სისტემა არის მორგული, სუსტი, მაშინ სადაზვერვო ორგანიზაცია საკმაოდ საინტერესო ეფექტიანად და მრავალპროფილურად მოქმედებს. თუ სისტემა არის გამართული, მაშინ ის ნიშნები და კომპონენტები, რომელიც მიანიშნებენ სადაზვერვო აქტივობაზე, უფრო ხილული და დასანახია პროფესიული თვალსაზრისით და შესაბამისად შემდგომში იწყება უკვე ასე ვთქვათ, ან ხდება ახკმეთა ეგრევე, რათა ჩაიკეტოს ეს შესაძლებლობა, ან იწყება ოპერატიული კომბინაცია, ოპერატიული თამაში, რაც მიზნად ისახავს
უფრო სიღრმისეული კომპონენტების გამოვლენას, სხვა ფიგურანტების დანახვას, ამ სხვა ფიგურანტების მიერ განხორციელებული სამუშაო პროცესის იდენტიფიკაციას, შემდგომში დეზინფორმაციას და ეს არის საკმაოდ რთული და საკმაოდ და თუ სახელმწიფო ან ეს ინსტიტუციები არ არის მოწოდების სიმაღლეზე და არის მაგალითად გამოიყურება საკმაოდ სუსტად, რა საფრთხე შესაძლოა დაემუქროს ქვეყანას? თუ ამ სახელმწიფოს მიმართ მაგალითად ირანს გააჩნია გარკვეული ინტერესი და იგი ამ სახელმწიფოს განეხილავს როგორც თქვა სიტყვაზე მაგალითად იმ სფეროს და იმ სივრცეს სადაც მან უნდა განახორციელოს სადაზვერვო აქტივობები და შექმნას ოპერატიული შესაძლებლობები და სისტემა ქვეყნის შინით არის მორგული, იგი გაუცილებლად ამას გააკეთებს. შეიძლება ეს არ იყოს სიტყვაზე მოკლევადიან პროცესში, მოკლევადიან ბადებში აღსასრულებელი ამოცანა, მაგრამ დააკონსერვებს, თქვენ იხმარებთ ეს სიტყვა, დააკონსერვებს ეს მიღებული პრაქტიკა, არის სადაზვერვო პოზიციები, რომლებიც წლების განმავლობაში არაფერს არ აკეთებენ, ჩვეულებრივად აგრძელებენ სამოქალაქო ცხოვრებას და დადგება მომენტი, როდესაც მათ უნდა აღასრულონ კონკრეტული ამოცანების შექმნა, გადადგენ ის ნაბიჯები, რომელიც შედის დამრეკრუტირებელი სადაზვერვო ორგანიზაციის ამოცანებში. ეს მიღებული საბჭოთა კავშირისთვის მიღებული პრაქტიკა იყო. მიღებული პრაქტიკა ალბათ დღესაც რუსეთის სადაზვერვო ორგანიზაციების მხრიდან და ზოგადად დიდი სახელმწიფოები, რომელსაც ამის მატერიალური, ფინანსური და სხვა ტიპის შესაძლებლობები გააჩნია, ასეთი ტიპის ოპერაციებს ახორციელებს. როგორ შეიძლება დაზიანდეს ინტერესის ქვეშ მყოფი სახელმწიფო ქვეყანა? შესაძლოა მივიღოთ სპეციფიური თვალსაზრისით, პროფესიული თვალსაზრისით ვიტყვი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი რაც შეიძლება დაუდგეს, ეს არის სხვა ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციებმა შეიძლება შეძლონ X ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში, თავდაცვის სისტემაში, პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში, პოლიტიკურ ჯგუფებში, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეღწევა ადამიანურად ტექნიკური თვალსაზრისით და შემდგომში უკვე გავლენა იქონიონ ამ სახელმწიფოს საშინაო თუ საგარეო თავდაცვისა თუ უსაფრთხოების პოლიტიკის წარმოებას. ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეღწევად. აქ თუ საქმე გვაქვს რაღაცა თანამედროვე იარაღის წარმოებასთან, კიბერპოლიტიკის შექმნასთან, რომელიც თანამედროვე გამოწვევა ერთ-ერთი საკვანძო სამინისტროები, საკვანძო ჯგუფები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, უსაფრთხოების სისტემები, საგარეო საბჭოთა სამინისტრო, ეს ჯგუფებია, რომლებიც მუდმივად წარმოადგენენ სადაზვერვო ორგანიზაციების დაინტერესების საგანს და ამ სადაზვერვო ამ დაინტერესების სივრცეში შეღწევა ყოველთვის არის მთლად განწყობილი სადაზვერვო ორგანიზაციების მზარდი ინტერესის საგანი და აქ არ არსებობს ასე ვთქვათ გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოწინააღმდეგეს მხრიდან ვამბობ იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის მოქმედებები უნდა განახორციელონ. აქ ვადები არსებობს, გონებრივი ვადები არსებობს, მაგრამ აქ არ არის სწავლა ერთ თვეზე, სამ თვეზე და არც სამ წელზე. აქ შეიძლება იყოს ასე ვთქვათ მოცდისა და მუდმივი მუშაობის რეჟიმში, შეიძლება იყოს 10 წლიანი, 15 წლიანი პროექტები, რომლებიც საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგის სადაზვერვო ორგანიზაციას აძლევს შესაძლებლობას ერთ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ პოზიციაზე მოგვევლინოს ადამიანი, ამ პირთა ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთის არსებობაზე ბუნებრივი არაფერი არ ეცემა, რომლებიც ასე ვთქვათ ნაცილობრივ დაიწყებენ იმ ამოცანების აღსრულებას, რომლებიც შედის მოწინააღმდეგის სადაზვერვო ორგანიზაციის ინტერესებში და მათი ძელვადიანი ამოცანა იყო ასეთი ტიპის გახმაურებული ფაქტები ახლა აღმოსავლეთში ჩვენ მრავალი ნახეთ და წავიკითხეთ და ვიხილეთ ზოგი მოგონილია, ზოგი დეზინფორმაცია, მაგრამ არსებობს ესეთი ფაქტები, როდესაც თქვათ კონკრეტული ქვეყნის სადაზვერვო ორგანიზაციებს რეკრუტირებული ჰყავდათ ადამიანები, რომლებიც საკვანძო გადაწყვეტილებებს იღებდნენ იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც ვისი რეკრუტირებულებიც იყვნენ. შესაბამისად, ასეთი თამაშები, ასეთი მოქმედებები, ასეთი თქვათ კომბინაციები, ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა სადაზვერვო ორგანიზაციების საქმიანობაში და ეს არის სწორედ ამ საქმიანობის ერთ-ერთი ხილი რეალურად დაცვის რეჟიმში, ასეთი კბელის შემოხვევის პრინციპით, იმის კონკრეტული მომენტის მოლოდინი, როდესაც შესმიერ რეკრუტირებულმა ადამიანმა უნდა მიიღოს ისეთი საკვანძო გადაწყვეტილება, რომელიც არსებით ცვლილებას შეიტანს ორ ქვეყანას ურთიერთობებში, თავდაცვის განვითარებაში, ან მოგაწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას კონფიდენციალურ საიდუმლოს, რომლის მოპოვებაც სხვა არხებით და სხვა საშუალებებით პრაქტიკულად წარმოუდგენელი. მიბიძგა კიდევ ერთი კითხვისკენ თქვენმა პასუხმა, რა საფრთხეზე შეიძლება ვისაუბროთ საქართველოს შემთხვევაში,
კონკრეტულად, როდესაც ჩრდილოეთიდან რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური თვეში ერთ განცხადებას ავრცელებს, როგორც მინიმუმ საქართველოსთან მიმართებით და ვნახეთ მაგალითად ირანის დიპლომატიური მოსამსახურე, რომელმაც პირდაპირ მუქარი შემცველი განცხადება გააკეთა. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ და სამხრეთის ამ ორი დიდი მონსტრის ინტერესები იკვეთება და ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? ჩვენი ინტერესი აქვს და უცბად ექნება მომავალში ამაში ახალი არაფერია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ ამდენ შესაძლებლობასაც მივცემთ, ჩვენ რაც სისტემა უსაფრთხოების სისტემა ის შესაძლებლობასაც მისცემს. მოწინააღმდეგე სადაზვერვო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს, სამხედრო დაზვერვის დანაყოფს, ისინი იმას გააკეთებენ. შესაბამისად, გამართული, სისტემატიზირებული და სწორად დანახული პრობლემები პირველ რიგში ჩვენ მოგცემს ამ პრობლემებთან ეფექტიანი ბრძოლის რაღაცა სტრატეგიის შექმნის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე სამწუხაროდ მე ამას ვერ ხედავ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არაფერს არ ეფუძნება, უბრალოდ ვერ ხედავ. და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება სიტუაცია, იმიტომ რომ დარწმუნებით შემიძლია თქვა, რომ დიდი ალბათობით დღეს რუსეთის სპეციალური სამსახურების სხვადასხვა ფორმებითა და საშუალებებით საქართველოში აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო აქტივობებს. რაც შეეხება ირანის ელჩის განცხადებას, ხოლმე ამასთან დაკავშირებით რა კომენტარი შემიძლია და ნამდვილად შეიძლება მუქარის რაღაცა კომპონენტებს შემდგომში როგორც განცხადებებიდან წავიკითხეთ და პროფესიულად რაღაცა წახნაგები დამდგვა და ამ განცხადებისა, თუმცა მუქარის რაღაც კომპონენტები აშკარად იყო ირანის დღეს, ირანი საქართველოს ირანისთვის ასე ვთქვათ პირდაპირ სამიზნე სახელმწიფოს შტაბის-ძვლებას აატოვებს ამ ეტაპზე, თუმცა ეს არ გამოიწვევს, რომ პოლიტიკის ინდივიდუალური აქტივობები მიმდინარეობდა არის და მომავალშიც იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ირანს ამის გამოცდილება გააჩნია, ვიცით რა ხერხებით და მეთოდებით ახორციელებს ასეთი ტიპის მოქმედებებს და ისიც ვიცით, რომ ირანი დღეს პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით არ ემყოფება მარტივ მდგომარეობაში, შესაბამისად იგი შეეცდება ყველა მის ხელთ არსებული რესურსის გამოყენებას ამ მინიმუმ მოკლევადიან პერსპექტივაში მის წინაშე მდგარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტისათვის. შემდგომში, როდესაც ეს მოლაპარაკებები გარკვეული შედეგს დადებს და ასე ვთქვათ, მიწყნარდება პოლიტიკური ფონი, შემდგომში იგი დაიწყებს მის ხელთ დარჩენილი რესურსების მოდიფიცირებას, მის ხელთ არსებული სხვა რესურსების გადახალისებას, გადაათამაშებს მის ოპერატიულ მეურნეობას, ასე ვთქვათ, განსაზღვრავს ახალ ამოცანებს ახალი რეალობიდან გამომდინარე და დაიწყებს ახალ ეტაპს საკუთარი ამოცანების გადაწყვეტისათვის. აქ უკვე საქართველოს რამდენად იქნება ჩართული ძლიერი საქმეა, ამ შემთხვევაში უნდა გქონდეს წვდომა გარკვეული ტიპის ინსტიტუტის ინფორმაციასთან, რასაც ჩვენ ვერ გვექნება წვდომა. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ვიტყოდი, რომ კარგი იქნება, რომ ეს პრობლემა როგორც პრობლემა დაინახოს სახელმწიფომ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, როგორც რუსული ჰიბრიდული, ასევე ირანული პროქსი აქტივობების შესახებ შექმნას ზოგადი სტრატეგია, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ რუსული ჰიბრიდული აქტივობა ეს აღარ არის ქართულ რეალობაში ახალი მოვლენა, ეს 10 წლებია მიმდინარეობს, შესაბამისად ამ საკითხის შესწავლის რესურსიც არსებობს, შესაძლებლობაც არსებობს და გარკვეულწილად შესწავლილიც არის. უბრალოდ ეს განახლებას საჭიროებს. განახლების შემთხვევაში უნდა შეიქმნას ახალი სტრატეგია და ვინახოთ კონკრეტული დანაყოფები, კონკრეტული სამსახურები, კონკრეტული ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები, ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება რა ამოცანებს წინაშე უნდა დაგკისროს, პრობლემა იქნეს ჯერ პირველ რიგში დანახული, შემდგომში ასე ვთქვათ გადამზღვრელი ნაბიჯები გადაიღეს და შემდგომში უკვე დაიწყოს ის ასე ვთქვათ ჰიბრიდული ბრძოლა ჰიბრიდულ გამოწვევებთან მიმართებაში. იგივე ამოცანა იქნება ირანთან დაკავშირებით შესაძლებელი, იმიტომ რომ მე არ მგონია, რომ მოლაპარაკებელმა ჩვენ მოგცეს ისეთი შედეგი, რომ რეჟიმმა ასე ვთქვათ სახე იცვალოს და მისი საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური ვექტორები შეიცვალოს, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს, ჯერჯერობით რეჟიმი ინარჩუნებს თავის შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა საკონძო ცვლილებები ჯერჯერობით შინით არ ხდება. ესეც ალბათ მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული. თუ მოლაპარაკებები წავიდა იმ მიმართულებით, რომ ირანის რეჟიმს პრობლემები დამატებითი მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნა ქვეყნის შიგნით, რამაც შეიძლება სხვა ტიპის მოძრაობები გამოიწვიოს და ეს არ არის გამორიცხული. ეს უკვე საინტერესო იქნება ჩვენთვისაც, როცა დავაკვირდეთ თუ როგორი განვითარება იქნება და რა ტიპის ახალ მოცემულობას მივიღებთ ჩვენთან ძალიან ახლოს. ირანი არ არის ჩვენთან შორს და მას საკმაოდ დიდი რესურსები გააჩნია.
მინდა მჯეროდეს რომ ჩვენ სახელმწიფოს ვიხილავთ ძლიერს მართლა მომავალში უახლოეს მომავალში მაინც და ამას მოვესწრებით. რაც შეეხება თვითონ უშუალოდ ირანის საკითხს, არ მინდა რომ მეორე მხარეს არ შევეხოთ ამ შემთხვევაში ისრაელის და ამერიკის სპეცსამსახურებს, რახან ეს შესაძლებლობა გვაქვს რომ ვისაუბროთ. იცოდნენ თუ არა, ან შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ სადაზვერვო თანამეგობრობას გააჩნდა საკმარისი ინფორმაცია, მაგალითად პირველი რამდენიმე რიგის მოცილების შემდეგ, რომ კიდევ ვიღაცა დარჩებოდა ქვედა ფენებზე. რა თქმა უნდა. ეს შეიძლება პირდაპირ გაგებით სახელით და გვარით ვინ იქნებოდა ვინ ჩამონაცვლებელი ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება არ ქონოდა, თუმცა არ გამორიცხავებით შემთხვევაში ესეც იქნებოდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოცდილი და სპეციფიური ინფორმაციას და წოდომის მქონე ანალიტიკოსების და ექსპერტების მეშვეობით შესაძლებელია დაახლოებითი მონახაზის დანახვა თუ თქვათ პირველი პირის ან პირველი 10 პირის ლიკვიდაციის ან თქვათ მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ვინ იქნება მისი ჩამონაცვლებელი, ვინ შეიძლება იყოს თქვათ მისი ფუნქციისა და ამოცანის გამომძელებელი, რა ტიპის ცვლილებები შეიძლება მოხდეს, რა ტიპის მოქმედებას მეორე დღეს, რა ტიპის განვითარება შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ. ეს პროგნოზირებადია, მაშინ საიდუმლო ასე ვთქვათ, რა სპეციფიურ წრეებში ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა აქვს და შესაბამისად სწორედ რომ სპეცსამსახურების ამოცანა არის ეს, რომ განსაზღვროს, რომ რეალურად გადაწყვეტილების მიმდევრ პირს ლეგიტიმური უფლება აქვს დასვას კითხვა, რომ თქვათ ეს საკითხი გადაწყდა, რა ხდება მეორე დღეს, რა ხდება მესამე დღეს, რა ხდება ერთკვირაში, ორ თვეში ან 6 თვეში. ამიტომაც ვამბობ ჩემი ინტერვიუს ნაწილში თქვი, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები და გამოწვევები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინონ, ეს პროგნოზირებადია, დანახვადია და შესაბამისად არ ამგონია რომ პრობლემა ყოფილიყო. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კითხვას, დიდი ალბათობით სადაზვერვო თანამეგობრობას, ვინც ამ პროცესში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, განსაკუთრებით ისრაელის სადაზვერვო უწყებას, აუცილებლად ექნებოდა გარკვეული ტიპის ინფორმაცია და ექნებოდა რა და აქვს კიდევაც და ეს ფაქტები დადასტურდა რომ აქვს იმ ტიპის ინფორმაციასთან დაკავშირებით ცნობა, რომლებიც მათი ინტერესის, მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. როცა საუბრობთ ისრაელის სადაზვერვო ორგანიზაციაზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის უძლიერესი სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად ხვედს მის წინაშე მდგარ ამოცანებს და ეს მათ საქმითაც დაამტკიცეს. თუნდაც ამ ომის ომის პირობებში განხორციელებული გარკვეული ტიპის მოქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ ჰქონდათ ისრაელის სამხედრო დაზვერვის დანაყოფებს და ისრაელის სამოქალაქო დაზვერვის სამსახურებს, ჰქონდა ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფებზე, სამიზნე პირებთან დაკავშირებით, რომლებიც მათი დაინტერესების საგანს წარმოადგენენ. არ მგონია, რომ დღეს არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, რომ პროგნოზირებადია სიტუაცია ბუნებრივი 100%-იანი ცოდნა გარკვეული პროცესისა შეუძლებელია, ყოველთვის არსებობს ეჭვი და ყოველთვის არსებობს კითხვის ნიშანი, მაგრამ ზოგადი წარმოდგენა თუ რა ტიპის განვითარებასთან შეიძლება ჰქონდეს პროცესი ახლოვადიან თუ გრძელვადიან პერიოდში, ეს არის სწორედ რომ ამოცანა და ეს შეიძლება კითხვა არ შეიძლება, ეს არსებობს ასე ვთქვათ რაღაცა წესები და ეს უნდა იცოდნენ სხვა შემთხვევაში ასეთი ტიპის მოქმედებებში შესვლა ძალიან ძალისხმევი. აუცილებლად ეცოდინებათ და დარწმუნებული ვარ იციან. მაშინ ასეთი ცოტა ჟურნალისტური სუსტრაფობის ამბავი მექნება ამ შემთხვევაში. იციან თუ არა სად არის ეს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალები? ძნელი საქმეა. ხო, აი აბსოლუტურად მესმის რომ თბილისიდან ამ თემაზე საუბარი ძნელი საქმეა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის საკითხი, რომლითაც მრავალი სპეცსამსახური დასავლეთის ქვეყნების და მათ შორის რეგიონში საკმაოდ სპეცსამსახურები ამ საკითხით არიან მუდმივად დაინტერესებული. ისინი ცდილობენ გარკვეული ტიპის ინფორმაციის, როგორც საკუთარი ძალებითა და საშუალებებით შეგროვებას, ასევე პარტნიორების და ურთიერთხარდაჭერის ფორმატში რაღაცა ზოგადი სურათის შექმნას და თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რა ტიპის სპეცსამსახურებზე გვაქვს, სადაზვერვო ორგანიზაციებზე გვაქვს საუბარი და როგორი მზარდი დაინტერესების საგანს წარმოადგენდა კონკრეტულად ეს საკითხი, დიდი ალბათობით რა თქმა უნდა იციან. ასევე იციან მისი შესაძლო გადაადგილების მარშრუტებზე ეცოდინებათ ინფორმაცია დასაშვებ ფარგლებში არ კონკრეტულად
და ასევე იციან სადღა ინახება, როგორ ინახება და როგორ მივიდნენ აქამდე. ყოველ შემთხვევაში ახლა დაზუსტები ძალიან დამიჭირდება. მე მესმის აბსოლუტურად აქედან საუბრობთ არასერიოზულად რომ არსებობს ეს საკითხი არის ნომერი პირველი დაინტერესების საგანი და ბევრი სპეცსამსახური მუშაობს ამ საკითხზე და კონკრეტულად ისრაელის სადაზვერვო თანამეგობრობა კონკრეტულად ამ საკითხის ირგვლივ არის თავისი რესურსებით მობილიზებული, დიდი ალბათობით ეს საკითხი ცხადია და იმ პირებმა, გადაწყვეტილების მიუხედავად პირებმა თუ რაღაცა საჭიროება დადგება, მათ ეწოდებათ კონკრეტული ინფორმაცია იმ კონკრეტულ მომენტში და პლუს ტექნიკური რესურსებით შესაძლოა. ფაქტი არის ერთი რამ, რომ რეგიონში არსებული წამყვანი სადაზვერვო მსოფლიო მასშტაბის წამყვანი სადაზვერვო ორგანიზაციები საკმაოდ ეფექტიანად თანამშრომლობენ ერთმანეთში და საკმაოდ კარგად ცვლიან ინფორმაციას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მათი საერთო დაინტერესების საგანს წარმოადგენს. ამ ბოლო საბრძოლო მოქმედებების პირობებში ჩვენ ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო ერთი კონკრეტული სადაზვერვო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება და ასეც არ იქნებოდა. ამ შემთხვევაში ამერიკის სადაზვერვო ორგანიზაციაზე მოხსნა. აქ იქნებოდა პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა, პარტნიორების ინფორმაციასთან გამჭირვალე წვდომის რაღაცა სისტემა შეიქმნებოდა და ინფორმაციის გაცვლის ეფექტიანი მექანიზმები იარსებებს, რათა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სწორად და იყოს მიღებული დროულად და შესაბამისად ჩავარდნები ბუნებრივია იქნება, იმიტომ რომ ასეთ ფორს მაჟორს და ასეთ საბრძოლო მოქმედებების მასშტაბში ჩავარდნები ახასიათებს, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელობის და ისეთი ხასიათის, რომელიც დააზიანებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ დასახული ამოცანების გადაწყვეტას. ეხლა დღეს საგემყოფება ქობინი, სიტყვაზე და რამდენი გრამი ან რამდენი კილოგრამი და კონკრეტულ ქობინში ძნელი საფრთხეა, მაგას ვერ გავცნობ, მაგრამ ალბათ იმ ლოგიკის გათვალისწინებით, რაზეც მე საუბრობდი, საჭირო ადამიანებმა საჭირო ინფორმაცია ალბათ ნამდვილად იციან. და უფრო ბოლოსკენ რო წავიყვანო, რითიც დავიწყეთ პრინციპში ჩვენ საუბარი, როგორ ფიქრობ, რამდენად შესაძლებელია, რომ აი ამ ომის ლოგიკურ დასასრულად თუ აღვიქვათ ასე, რომ ისრაელმა შეძლოს მაგალითად ჰამასის და ჰეზბოლას სრულად განადგურება. რამდენად შესაძლებად მიგაჩნია ეს? ძნელი ამოცანაა და განვლილი პერიოდი და წლების განმავლობაში არსებული ეს დაპირისპირება გვიჩვენებს, რომ საკმაოდ რთულად გადასაწყვეტი ამოცანაა. არსებობს რაღაცა ჩავარდნები, არსებობს წარმატებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ სწორედ თეირანის მხარდაჭერით ჰეზბოლას და ჰამასი განაგრძობდა ფუნქციონირებას და განაგრძობდა დამატებითი პრობლემის შექმნას რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და კონკრეტულად ისრაელისათვის. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ამ კონკრეტულ სიტუაციაში სწორედ რომ თეირანთან დაკავშირებული საკითხი ხდება, რათა შეიზღუდოს თეირანის მხრიდან ამ კონკრეტული პროქსი ჯგუფების ფინანსური შეიარაღების, სხვა ტიპის სადაზვერვო ინფორმაციის და სხვა ტიპის საჭიროებების შესახებ საჭიროებებზე წოდომის რესურსები და შემდგომში უკვე სამხედრო თვალსაზრისით სპეციფიური საკითხების გადაწყვეტის რესურსი ბუნებრივია ის, რაც გააჩნია და ამას ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად. როდესაც თუნდაც განხორციელებული ჰეზბოლას ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებული გარკვეული ტიპის მოქმედებები და მათ შორის ჰამასის წინააღმდეგ განვლილ პერიოდში განხორციელებული მოქმედება. თუ სათავე, ასე ვთქვათ, პირველ წყარო, რომელიც ხელს უწყობდა ამ ორი ჯგუფის, ან თუნდაც სხვა პროქსი ჯგუფების ფუნქციონირებას, ეს იქნა თქვათ, ასე ვთქვათ, შესუსტებული, დასუსტებული ან დაშლილი შესაბამისად ეს აისახება სხვა პროქსი ჯგუფების საქმიანობაზეც და უკვე მე გაცილებით მარტივი იქნება მის წინააღმდეგ გარკვეული ტიპის მოქმედებების განხორციელება. ეს რესურსიც ის, რასაც გააჩნია და სხვა რეგიონში არსებობს სხვა წამყვან სახელმწიფოებსაც. ძალიან დიდი მადლობა გენერალი შალვა ლომიძე, გახდეთ ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა.